ეს არის კეინ ველასკესი, UFC-ის ისტორიაში ყველაზე მაგარი მძიმე წონოსანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩხუბში გაატარა იმისათვის, რომ თავისი ოჯახი ყოფილიყო კარგად და აი რომ დაამთავრა ეს ყველაფერი და ჩაუჯდა თავის ოჯახს, თავის შვილებს, ზუსტად ერთ წუთშია ესე შეიცვალა მაგის ცხოვრება, მაგის 4 წლის ბავშვზე იძალა და მცდელობა ჰქონდა უფრო სწორედ ძალადობის გარყვნილი ქვედების საბავშვო ბაღის მფლობელმა. ხო და აი დღეს მოგიყვებით ვიდეოში თუ რა უქნა იმ მფლობელს ამ ადამიანმა და აი სამწუხარო ის არის რომ დღესდღეობით ის 20 წლიან ან უვადო პატიმრობას ელოდება. ასე რომ ჩაუჯექით ამ ვიდეოს, იქნება საინტერესო და მე კიდევ ვიწყებ. ველასკესის მამა ეფრაინი მექსიკიდან შტატებში გადმოიპარა სამსახურის შოუნის მიზნით, სადაც გაიცნო იზაბელი. ახალგაზრდებმა იქორწინეს და 1982 წელს გაუჩნდა შვილი კეინი. მომავალი მსოფლიო ჩემპიონი იზრდებოდა და-ძმასთან ერთად. არასტაბილური შემოსავლის გამო მათ არ ჰქონდათ არასდროს საშუალება ეცხოვრათ ერთ ადგილზე. კეინის მამა მუდმივად ფიზიკურად შრომობდა სეზონურ სამუშაოებზე, რათა შვილები არ ყოფილიყვნენ მშივრები. ველასკეს ბავშვობიდანვე უწევდა ფიზიკური შრომა და როგორც თვითონ იძახის, სწორედ ამან ასწავლა მას დისციპლინა და პასუხისმგებლობა. მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ხედავდა თუ როგორ წვალობდნენ და შრომობდნენ მშობლები, რომლებსაც საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდათ და სწორედ მაშინ ის შეპირდა თავის მშობლებს, რომ მოვა დრო და ის მათ შრომას აუცილებლად დააფასებს. ცხოვრებაში დღემდე ჩემი მიზანი იყო მშობლების და დედმამიშვილების კეთილდღეობა. ასევე მინდოდა შემექმნა ოჯახი, რომელიც არასდროს ნახავდა იმას, რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა ამ წლების განმავლობაში. ასეც მოხდა ველასკესმა ტიტულის მოპოვების შემდეგ, ეგრევე უყიდა თავის მშობლებს სახლი და თავისი დანაპირებიც შეასრულა. გახსოვთ ბავშვობაში რომ შეგპირდით სახლს გიყიდითო? აი ეს სახლია დღეიდან თქვენია. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. ამ შეგრძნების საფლავში ჩატანა რომ შემეძლოს აუცილებლად გავიყოლებდი. სანამ განვიხილავ კეინის კარიერას MMA-ში, მოკლედ გეტყვით, რომ თავიდან მშობლებს უნდოდა შვილი მოკრივე გამოსულიყო, მაგრამ ამის საშუალება მათ არ ჰქონდათ. ამიტომ ბიჭუნა რესლინგზე შევიდა, რადგან ჭიდაობა იყო უფასო. სკოლაში სწავლის პერიოდში კეინმა 120 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა თავისუფალ ჭიდაობაში, საიდანაც 100 შეხვედრა მოიგო და ორჯერ არიზონის შტატის ჩემპიონიც გახდა. 2003 წელს ახალგაზრდა სპორტსმენმა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც სხვათა შორის კარგი ქულებით დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში არ ივიწყებდა სპორტსაც და უნივერსიადაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ორჯერ მოიპოვა პირველობა. კეინი ბარში გავიცანი, სადაც ის დაცვაში მუშაობდა. 1 წლის განმავლობაში ახლოს არავის მაკარებდა და მერე როგორც იქნა, პაემაზე დამპატიშა, რასაც მალევე ხელის თხოვნა მოყვა. სახლში ის ძალიან ხიარული და პოზიტიურია. სიგიჟემდე უყვავს ბავშვები და არ იღლება მათთან თამაშით. ასეთ სამაგალითო მეუღლის, მამის, სპორტსმენის და უბრალოდ კარგი ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც ზედმეტი სიტყვა თავის მეტოქეების მიმართაც კი არასოდეს დაუხარჯავს, დგება ყველაზე ცუდი და მძიმე დღე. 2022 წელს კეინის 4 წლის შვილზე საბავშვო ბაღში ამ ბაღის დირექტორის 53 წლის შვილმა და პარალელურად ამ ბაღის მფლობელმა გარყვნილი ქმედების მცდელობა ჩაიდინა და ის დააკავეს. სასამართლომ ეს პედოფილი $50,000 გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ეს ამბავი რომ გაიგო ველასკესმა, მანქანით აედევნა ბოროტ მოქმედს და მთელი გზა მას ეჯახებოდა გაჩერების მიზნით. პოლიციამ გაიგო ეს ამბავი და აედევნა კეინს. როგორც იქნა მსოფლიო ჩემპიონმა გააჩერა პედოფილის მანქანა და სანამ მას პოლიცია დააკავებდა, ერთი მჭიდი ტყვიებით დააცალა არაკაცის მანქანას. სამწუხაროდ პედოფილი არ დაზიანდა, დაიჭრა მანქანაში მჯდომი მამობილი. ველასკესი თავის მისიას ბოლომდე მიიყვანდა, მაგრამ ვერ მოასწრო. პოლიციამ ის მალევე დააკავა შემთხვევის ადგილზე. ნებისმიერი ნამდვილი კაცი იგივე იზავდა, ცხოველებიც კი თავს ესხმიან ნებისმიერს, როდესაც თავის ნაშიერს რაიმე ცუდი ემუქრება. ეს ყველაფერი უსამართლობაა. კეინი ზის ეხლა ციხეში და პედოფილი, რომელიც ფლობს საბავშვო ბაღს, აგრძელებს ცხოვრებას და თავის დანაშაულებებს. წელებია ვიცნობ ველასკეს. ის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, ვინც კი შემხედრია. მისგან უღირსი საქციელი არასოდეს გამიგია. უამრავ ადამიანმა მიიტანა ეს უბედურება გულთან. დანა ვაიტმა ხო საერთოდ განაცხადა, რომ ის იგივეს გააკეთებდა. ანალოგიური სიტყვები გაიმეორა დანიელ კარმიემ ოფიციალურად. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ კეინი გაანთავისუფლეს გირაოთი, რომელიც შეადგენდა $1 მილიონ. დღესდღეობით შერეული ორთაბრძოლების ცოცხალი ლეგენდა ელოდება სასამართლოს, სადაც მას 20 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ეხლა კი გადავხედოთ კეინ ველასკესის კარიერას MMA-ში და გავიხსენოთ UFC-ს საუკეთესო მებრძოლად აღიარებული სპორტსმენი. მებრძოლმა ვარჯიში MMA-ში დაიწყო ლეგენდარულ მწვრთნელთან ხავიერ მენდესთან. სხვათა შორის დანიელ კარმიე მენდესმა სპეციალურად დაპატიჟა გუნდში, რომ ველასკეს ყოლოდა ძლიერი სპარინგ პარტნიორი ჭიდაობაში. სამომავლოდ კარმიეც იბრძოლებს UFC-ში და გახდება ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, რომელსაც ერთხელ აუცილებლად შევეხები. But boy, look at that. Woo! 2006 წელს შედგა ახალბედა მებრძოლის დებიუტი MMA-ში. ზუსტად 2 წუთი დასჭირდა მას, რომ გაენადგურებინა თავისი მეტოქე. მან პირველივე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. რამდენიმე თვეში მძიმე წონოსანი ჩადის რუსეთში, სადაც ხვდება ბრძოლით ჯერემი კონსტანს, რომელსაც იმ მომენტისათვის პროფესიონალებში ჰქონდა მოგებული 4 ბრძოლა ზედიზედ. ვერც ამ მებრძოლმა ვერ გაუძლო მექსიკელს ერთ რაუნდზე მეტი. ჯერემი ცდილობდა რინგიდან გაქცევას და გამოძრომას, მაგრამ ველასკესმა გამოძრომის მცდელობის დროს დააძინა ის იქვე. UFC-მ შეამჩნია ახალბედა მებრძოლი და 2008 წელს ველასკესი იდგა UFC-ს ოქტაგონზე ბრედ მორისის წინააღმდეგ. თქვენ თვითონ შეხედეთ, რა უქნა მძიმე წონოსანმა თავის მსხვერპლს. ზუსტად 2 წუთის განმავლობაში კეინი თავისი ოპონენტის ცემით იყო დაკავებული და მესამე გამარჯვება გაიფორმა პროფესიონალებში ტრადიციულად ნოკაუტით პირველივე რაუნდში. კეინის შემდეგი ოპონენტი ჯეიკ ობრაენი იყო, რომელსაც პროფესიონალებში 11 ბრძოლიდან 10 მოგებული ჰქონდა, მაგრამ ამ სტატისტიკამ ხელი ვერ შეუშალა ველასკესს ეს ბრძოლა პირველივე რაუნდის მეორე წუთზე დაესრულებინა ნოკაუტით. დენის სტოინიჩმა 2009 წელს ველასკეს 2 რაუნდი გაუკაჩა. ამ ბრძოლაში კეინი თავს გრძნობდა, ისე თითქოს ის ვარჯიშზე იყო, ამუშავებდა მეტოქეს მუხლებით, პარტერში და დგომში. სტოინიჩი ხელებს და ფეხებს უმისამართოდ ისროდა და ბოლოს მექსიკელმა ეს მეტოქეც დაანოკაუტა პარტერში თავისი ჩაქუჩებით. ამავე წელს მექსიკის ოქტაგონზე ხვდება მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში მძიმე წონოსანი ჩეიკ კონგო, რომელიც ითვლებოდა ძალიან საშიშ და გამოცდილ მეტოქეთ. პირველივე რაუნდის დასაწყისში კიკბოქსიორმა უძლიერესი დარტყმა გაუტარა ველასკეს, მაგრამ ის არ გაითიშა და ეგრევე შეუვარდა მას წელში. მთელი ეს რაუნდი კეინის სახეს აძრობდა მეტოქეს. მეორე რაუნდში იგივე სიტუაცია განმეორდა. კონგომ კიდევ მოახერხა პირველმა დარტყმა, მაგრამ კეინმა ეს კრაშ ტესტიც წარმატებულად გაიარა. მან გადაიყვანა მეტოქე ძირს და რაუნდის ბოლომდე მას აჩაქუჩებდა. ისე თითქოს ლურსნებს ჭედავდა კონგის მელოთ თავში. მესამე რაუნდი არაფრით არ განსხვავდებოდა წინა რაუნდისგან. ველასკესი ისევ ზემოდან აჩაქუჩებდა კონგოს, იქამდე სანამ არ გაისმა გონგის ხმა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეს ბრძოლაც მან მოიგო. ამავე წელს ველასკესმა თავისი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა UFC-ში, სადაც შეხვდა გამოცდილ ბენ როტველს. მექსიკელი მთელი პირველი რაუნდი დომინირებდა. მან თავისი 120 კილოგრამიანი მეტოქე, რასაც ქვია ათრია, ჭიდაობის მასტერკლასი აჩვენა და ძირს კიდევ თავისი ქვის მუშტებით გაუჩეჩქვა თავი. ყველას უკვირდა თუ როგორ არ გაითიშა როტველი. მას მართლა დიდი გამძლეობა აღმოაჩნდა, თუმცა უკვე მეორე რაუნდში ეს ბრუტალური ცემატყება დასრულდა. 2010 წელს ველასკესის აპრეტენდენტო ბრძოლით ხვდება ანტონიო ნოგუერას, უმაგრეს მებრძოლს, პრაიდის ფედერაციის ყოფილ ჩემპიონს, ასევე UFC-ს დროებითი ქამრის მფლობელს. ბრაზილიელს პრაიდში ისეთი მეტოქეებთან აქვს გამარჯვება მოპოვებული, როგორებიც არიან მირკო კროკოპი და ბობ საფი. მან პრაიდში ყველას მოუგო ემელიანენკოს გარდა. ეს ბრძოლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ შერკინებაში გამარჯვებული შეხვდებოდა სატიტულო ბრძოლით დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს ბროკ ლესნარს. შერკინება მექსიკელმა დაიწყო დაზვერვით, მებრძოლებმა გაცვალეს დარტყმები, კეინმა გაშიფრა თავისი მეტოქე, დაელოდა კარგ მომენტს და უმაგრესი კომბინაციით პირველივე რაუნდის დასაწყისში დააცალა დარტყმების მჭიდი პირდაპირ სახეში. ეს ეფექტური ფინიში იყო ველასკესის რიგით მერვე გამარჯვება პროფესიონალურ MMA-ში. მძიმე დივიზიონში მაგ დროისათვის მეფობდა ბროკ ლესნარი, მონსტრი, რომელმაც შეჭამა მთელი ოპოზიცია და მზად იყო გაეგლიჯა მექსიკელი. ამ შერკინებაში ლესნარი ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ თავდაბალ ველასკეს ეს საერთოდ არ ანაღლებდა. ის თავისი ოცნებისკენ იქაპავდა გზას და აუცილებლად ჭირდებოდა ეს ტიტული, რადგან სიტყვა ჰქონდა შესასრულებელი მშობლებთან, კეინს სახლი უნდა ეყიდა მათთვის. ბრძოლის დაწყებისთანავე ლესნარი თავს დაესხა კეინს და მიწაზე დააგდო ის, თუმცა ველასკესმა მოახერხა და გამოძვრა ამ თავდასხმიდან. თან გაუჯინა
შეადგინა მას კარგი კომბინაცია და უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ დაუმარცხებელი მონსტრი ჩვეულებრივი მოკვდავი ყოფილა. პირველი რაუნდის მეოთხე წუთზე კეინმა დაცხრილა ჩემპიონი მუშტების კომბინაციით და აგდოის და ტრადიციულად დაუწყო მას დაჩაქუჩება. ლესნარის სახე საკუთარი სისხლში იყო გასვლილი და მსაჯმა გააჩერა ეს დალეწვა. კეინ ველასკესი UFC-ს მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მან გაანადგურა ყველა თავის სატიტულო გზაზე და დაუმარცხებლად მოიპოვა დამსახურებული ჩემპიონის ტიტული. პლუს ამას თავის მშობლებთანაც მიცემული სიტყვა შეასრულა. – 2011 წელს ტიტულის დასაცავად მექსიკელი ხვდება ჯუნიორ დოს სანტოს. ეს იმდენად სერიოზული და კარგი მებრძოლია, რომ ეს გადაცემა მე არ მეყოფა მის მიღწევებზე სასაუბროდ. ერთს გეტყვით, რომ მაგ დროისათვის დოს სანტოს UFC-ში 7-ზე გამარჯვებით მოდიოდა ბრუტალური 5 ფინიშით და დამარცხებული ყავდა ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან შეინ კარვინი, მირკო კროკოპი და ფაბრიციო ვერდუმი. ამ ბრძოლაში ბრაზილიელი უკეთესი იყო და პირველივე წუთზე უძლიერესი ოვერჰენდით ჩამოართვა ჩემპიონს ტიტული. ეს იყო ველასკესის პირველი მარცხი კარიერაში. ბევრი იძახდა, რომ დოს სანტოს შემთხვევით გაუვარდა ეს დარტყმა. ბევრი იძახდა, რომ კენს ძველი ტრავმები აწუხებდა, მაგრამ თვითონ მებრძოლმა ეს მარცხი კაცურად მიიღო, ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს და შეპირდა, რომ ის ამ ქამარს აუცილებლად დაიბრუნებდა. ველასკესმა არ დაიწყო რევანშის ხვეწნა და 2012 წელს შეხვდა ნამდვილ გიგანტს ანტონიო სილვას, რომელმაც წინა წელს ლეგენდარულ ფედორ ემელიანენკოს მოუგო ტექნიკური ნოკაუტით. კეინმა პირველივე რაუნდში აჩვენა ყველას, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია და გაანადგურა გიგანტი მონსტრი პირველივე რაუნდში. ეს ყველაზე სისხლიანი ფინიში იყო მის კარიერაში. სილვა თავისივე სისხლში ცურავდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცხადი იყო, რომ ველასკესი სატიტულო რევანშს გამართავდა ჯუნიორ დოს სანტოსთან და ასეც მოხდა. იქამდე კი დოს სანტოსმა თავისი ტიტული დაიცვა ფრენკ მირთან, რომელიც მეორე რაუნდში დაანოკაუტა და მზად იყო მექსიკელთან რევანშისთვის. და ოქტაგონზე ხვდებიან მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი მძიმეწონოსანი. პირველი რაუნდის დასაწყისშივე ველასკესი ცდილობდა ჩემპიონის გადაყვანას პარტერში, მაგრამ დოს სანტოსი მექსიკელის ხაფანგს წარმატებით გაურბოდა. კეინი არ ჩერდებოდა და უმატებდა ტემპს, რა დროსაც მოახერხა და უძლიერესი ოვერჰენდით მოსვა მეტოქე ძირს და შეუდგა იმ საქმეს, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. რაუნდის ბოლომდე ველასკესი შეუჩერებლად ურტყავდა ზემოდან დოს სანტოს. ბრაზილიელის ადგილზე სხვა უკვე დიდი ხნის წინ დათმობდა ამ ბრძოლას, მაგრამ არა ჯუნიორ დოს სანტოსი. მეორე რაუნდშიც ველასკესი დომინირებდა, მას ჯერ გადაყავდა ოპონენტი პარტერში და მერე ამუშავებდა ტრადიციულად, სადაც მუდმივად აჩაქუჩებდა თავისი უროებით. რაუნდის ბოლოს კინაღამ არმბარიც გაუჭიმა, მაგრამ ბრაზილიელმა გაქცევა მოახერხა. ჯუნიორ დოს სანტოს სახეზე ეტყობოდა რა დაღლილიც იყო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. ეს სატიტულო რევანში იყო და ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა ყოფილიყო. ეს იყო ტიტანების შტამბეჭდავის შერკინება, სადაც ორივე მეომარი ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მაინც ბრძოლობდნენ მესამე რაუნდში. ეს რაუნდი თითქმის მთლიანად სპორტსმენებმა დგომში კლინჩი გაატარეს. დოს სანტოსმა ერთი-ორჯერ წარმატებულად კი გაისროლა მიზანში, მაგრამ ველასკესი ბევრად ზუსტი იყო და ბევრად დამაზიანებელ დარტყმებს ისროდა ოპონენტის მიმართულებით. მართალია მეოთხე რაუნდში დოს სანტოსმა ძლიერი იდაყვით დარტყმა განახორციელა, რის მერეც ჩვეულებრივი ადამიანი ანდერძის დაწერასაც კი ვერ მოახერხებდა, მაგრამ ველასკესმა გააგრძელა პრესინგი და ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. კეინი 4-ვე რაუნდს იგებდა, მეხუთე რაუნდში ერთადერთი რაც რჩებოდა დოს სანტოს ეს იყო ნოკაუტით მოგება, მაგრამ ეს რაუნდიც მექსიკელმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ეს მართლაც ისტორიული და ძალიან სანახაობრივი ბრძოლა იყო ამ დივიზიონის ორ ტიტანს შორის. კეინამ სიტყვა შეასრულა და დაიბრუნა ტიტული. პარალელურად გიგანტ ანტონიო სილვამ ამავე წელს პირველივე რაუნდში შეჭამა ტრევის ბრაუნი და გააჩერა ალისტარ ოვერიმის 5 წლიანი წაუგებელი სერია ნოკაუტით. ის მზად იყო სატიტულო რევანშისთვის, თან განაცხადა, რომ გაანადგურებდა ველასკესს.
2013 წლის მაისში კეინი იდგა ოქტაგონზე თავისი ტიტულის დასაცავად ბრაზილიელ მონსტრთან. ველასკეს წუთი და 20 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ თასავით კაცი გაენადგურებინა. ეს იყო ძალიან სწრაფი და ეფექტური ნოკაუტი, რომელმაც წერტილი დაუსვა ამ მებრძოლების სამომავლო რევანშს. ამასობაში ჯუნიორ დოს სანტოსმა მარკ ჰანტი გაანადგურა და ავტომატურად გახდა სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი. ეს ტიტანების მესამე შერკინება იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო ამაღელვებლად ელოდებოდა. პირველი რაუნდი დოს სანტოსმა აქტიურად დაიწყო და ერთი უძლიერესი აპერკოტი გაუჯინა მექსიკელს, სადაც კეინმა კონტრშეტევით უპასუხა და მოგვიანებით დაათეიქდაუნა ბრაზილიელი. ჯუნიორმა შეძლო ადგომა, სადაც მას ელოდა კეინის დაუნდობელი კრივი. მეორე რაუნდშიც ველასკესი უფრო დომინირებდა და ახერხებდა დოს სანტოსის სახის პოვნას. ბრაზილიელმა შეძლო კეინის წაქცევა, მაგრამ მექსიკელი უცებ წამოხდა ფეხზე და დაუშინა კონტრდარტყმები. მესამე რაუნდი დოს სანტოსმა უფრო უკეთესად დაიწყო, მაგრამ ვერ შეძლო ბრძოლის სათავისოდ შემოbrunება. ველასკესმა მოახერხა და უძლიერესი ოვერჰენდით მოსმა თავისი ოპონენტი ძირს და ეგრევე დააყარა მას. ბევრმა ალბათ გაიფიქრა, რომ ეს უკვე ფინიშია, მაგრამ დოს სანტოსი ისევ ახერხებს ადგომას და იქვეყება მექსიკელის კლინჩი, სადაც კეინი მას დარტყმებით ამუშავებს რაუნდის ბოლომდე. ეს ისეთი შერკინება იყო, რომ ვისაც არ უნახია ეს შთამბეჭდავი ბრძოლა გირჩევთ მოძებნოთ და უყუროთ. აუცილებლად ისიამოვნებთ ამ ისტორიული შერკინებით. მეოთხე რაუნდში ველასკესმა თავდასხმით დაიწყო. მეტოქის სისხლში ამოსვლილი ის ანადგურებდა დოს სანტოს თავისი ქვის მუშტებით. ეს რაუნდი მთლიანად დგომში წარიმართა, მებრძოლებს ჭიდაობის ძალაც კი აღარ ჰქონდათ. ამ სისხლიან რაუნდში მიუხედავად იმისა, რომ მექსიკელი შეუჩერებლად ირყმევინებოდა, დოს სანტოსი მაინც ზოგჯერ ახერხებდა ძალის მოკრეფას და გასროლას. ერთხელ ძლიერი აპერკოტიც გაუტარა კეინს, კლინჩიდან დაკვითაც გაისროლა კარგად, მაგრამ ველასკეს უკვე ტკივილი საერთოდ ვერ გრძნობდა და მხოლოდ წინ მიიწევდა. ტიტანების ომი მეხუთე რაუნდშიც გაგრძელდა. ველასკესმა გადაიყვანა მეტოქე პარტერში, მაგრამ დოს სანტოსი იყო ძალამდგარიყო. გასაოცარი იყო კეინის გამძლეობა მეხუთე რაუნდში. ის მეტოქის სისხლში ამოსვლილი ახერხებდა კლინჩი დამაზიანებელი დარტყმების გასროლას. დოს სანტოსი კი არ ნებდებოდა და უძლებდა ამ ჯოჯოხეთს. მას მარტო ამ გამძლეობისთვის ეკუთვნის საუკეთესო მებრძოლის სახელი. დაიგაუძლურებული ბრაზილიელი ცდილობს ბოლო ძალებით კეინის გაგუდვას, მაგრამ ველასკესი ოსტატურად ლამაზი ილეთით ძვრება და აფინიშებს მსოფლიოში ყველაზე გამძლე მებრძოლს და ასრულებს მის ტანჯვას. ამ ორ მეომარმა UFC-ის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეს ეს სამი უმაგრესი შერკინება. ისინი სასტიკად და დაუნდობლად იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ამავდროულად ერთმანეთს უდიდეს პატივს სცემდნენ. ამ წლების განმავლობაში მათ არანაირი შელაპარაკება და ტრეშტოკი არ ქონიათ ერთმანეთთან. UFC-მ ველასკეს ტიტულის დასაცავად ფაბრისიო ვერდუმი დაუყენა წინ. ვერდუმი უმაგრესი მებრძოლი იყო. ის ცნობილი იყო იმით, რომ პირველმა გააჩერა აწლიანი ემელიანენკოს დომინაციის ერა და თავის ანგარიშზე უამრავი ცნობილი მებრძოლის სკალპი ჰქონდა. აქ უკვე იწყება ველასკესის დაუსრულებელი ტრავმების პერიოდი. ამ წელს მან ხერხემალი დაიზიანა და მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სანამ ის საოპერაციო პალატაში იყო, ვერდუმმა ვაკანტური დროებითი ტიტული მოიპოვა, სადაც დაამარცხა მეორე რაუნდში მარკ ჰანტი. ერთი წლის შემდეგ ველასკესი მიუხედავად ექიმების რეკომენდაციების მაინც უბრუნდება ოქტაგონს ტიტულის დასაცავად. ამ ბრძოლაში ჩანდა, რომ ველასკესი ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, ის ვეღარ ჭიდაობდა და უბრალოდ იდგა და ცდილობდა დგომში ბრძოლას. ეს ბრძოლა კეინმა წააგო, ვერდუმი კი სიხარულიდან არ იცოდა რა ექნა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს არც კი ჯეროდა რომ მოუგო ველასკეს. UFC-მ დაიწყო ამ მებრძოლების რევანშის ორგანიზება, მაგრამ მექსიკელი ისევ საოპერაციო გახდა ხერხემალზე. ერთი წლის მკურნალობის შემდეგ ჯიუტი ჩემპიონი ისე უბრუნდება ბრძოლას ტრევის ბრაუნის წინააღმდეგ. ტრევის ბრაუნს მაგ დროისათვის ჰქონდა მოპოვებული 16 ფინიში, 7 ბონუსი საუკეთესო ნოკაუტისთვის და ითვლებოდა სერიოზულ პრობლემად დატრაუმულ მექსიკელისთვის. ამ ბრძოლაშიც რომ დააკვირდეთ, ველასკესი ტრავმის გამო ვეღარ ჭიდაობდა და სულ დგომში ცდილობდა ბრძოლას. თუმცა მან მაინც შეძლო და დაანოკაუტა პირველივე რაუნდში ბრაუნი. ველასკესმა კი მოიგო ეს ბრძოლა, მაგრამ კიდევ აღმოჩნდა საავადმყოფოში, ამჯერად ხრის ოპერაციით. ექიმები მას სასტიკად უკრძალავდნენ ბრძოლებს და 3 წლის განმავლობაში ის ექიმების მუდმივი კლიენტი გახდა.
2019 წელს ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად ის მაინც გავიდა რინგზე ფრენსის ნგანოს წინააღმდეგ და პირველივე წამებზე მოიწყვიტა კიდევ ერთხელ მუხლის ჯვარედინი მყესი და ამით მან საბოლოოდ დაასრულა თავისი შთამბეჭდავი კარიერა UFC-ში. პირადად ჩემი აზრით, ველასკესი UFC-ის ისტორიაში არის საუკეთესო მძიმეწონოსანი. მას არა ადამიანური გამძლეობა აქვს, რომელსაც ერთნაირად შეუძლია კარგად იბრძოლოს დგომშიც და პარტერშიც. თუ არ ჩავთვალეთ მისი ტრავმები, ჩემი აზრით საუკეთესო ფორმაში მას ვერავინ ვერ მოუგებდა. UFC-ში კარიერის დასრულების შემდეგ მექსიკელმა ძალები პრო-რესლინგში მოსინჯა, სადაც წარმატებულად იასპარეს, როდესაც მის 4 წლის შვილზე ძალადობის მცდელობით დააკავეს ის ავად სახსენებელი პედოფილი. ადამიანის მკვლელობა ყველაზე მძიმე დანაშაულია როგორც კანონით, ასევე ღმერთის წინაშე, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ კეინმა ყველაზე ადეკვატური საქციელი ჩაიდინა მოძალადის წინააღმდეგ, როცა მან ის მანქანაში დაცხრილა. ერთადერთი დასანანი ის არის, რომ ის პედოფილი თავისუფლებაზე დასეირნობს და მართალი კაცი 2025 წელს ელოდება სავარაუდო პატიმრობას. კეინ ველასკეს წინ თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ელოდება. მე მას უსურვებ თავისუფლებას და სიმტკიცებს. ყველა საღათმოაზროვნე ადამიანი იზიარებს მის ამ ურთულეს სიტუაციას და ალბათ ყველა იგივეს გააკეთებდა. თავისუფლება საუკეთესო მებრძოლს, თავისუფლება საუკეთესო მამას და თავისუფლება ნამდვილ კაცს.